15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღე აღინიშნება. მისი დაარსების იდეა ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძეს ეკუთვნის. 1993 წელს, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი, ქაოსი და განუკითხაობას უფევდა, მან საზოგადოებას ტელეეთერით მიმართა და სიყვარულის დღის ოფიციალურად დაწესების იდეა გააცნო. ზუსტად 1 წლის შემდეგ, 1994 წლის 15 აპრილს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში სიყვარულის დღე პირველად აღინიშნა. უპირველეს ყოვლისა მივესალმები თემს საყვარელ გურჯაანელებს, მთელ კახეთს მივესალმები, რა თქმა უნდა, თემს ბარაქიან საქართველოს და თქვენი დახმარებით და თქვენი საშუალებით მინდა მიულოცო დღევანდელი დღე 15 აპრილი. ყველგან ჩემს უკან 32 წლის წინანდელი აფიშებია, რომელიც ამცნობდა მაშინ ხალხს სიყვარულის დღის დაარსების შესახებ და რადრო გავიდა ამ 3 ათეული წლის განმავლობაში, ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ესე პირდაპირ ეთერში ჩავერთოთ და აფიშების გარეშე ვესაუბროთ და ველაპარაკოთ ხალხს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის და ის 94 წელს ასრულებული იდეა, რომელიც საქართველოს უზენაესი საბჭოს, მაშინდელი უზენაესი საბჭოს დადგენილებით გამყარდა, კულტურის კომისიის დადგენილებით, აი აქ მაქვს ეს ოფიციალური დოკუმენტი 8 აპრილს მოეწერა ხელი. ნელდარ შენგელაიას დახმარებით, ხო აი ისეთი საჩუქარი მიიღო საქართველოს ერამ ერთი პატარა ხელმოწერით, კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბრძანდებოდა მაშინის უზენაეს საბჭოში. ასე დაიწყო ეს ყველაფერი და იდეა, რომელიც 1993 წელს გაჩნდა, ალბათ დიდად არ საჭიროებს განმარტებას, იმიტომ რომ 32 წელი ერთი და იდეას ვიმეორებ. იყო ომი, იყო გრევა, იყო უსიყვარულობა და ის რაც ჭირდებოდა მაშინ ხალხს, იყო ეს ერთადერთი გამოსავალი, რომ ხალხისთვის შეგვეცენებინ. რა თქმა უნდა, ის ბანალური ფრაზები, რომ განაყოლელი დღე სიყვარულის დღე არ უნდა იყოს და ასე შემდეგ, ეს უკვე იმდენად ბანალური გახდა. კი, უნდა იყოს ყოველი დღე სიყვარულის დღე, მაგრამ სამწუხაროდ არ არის. როგორც ეს თანამედროვე მსოფლიომ გვაჩვენა და უფრო ქვემოთ ჩამოვა ჩვენმა ქართულმა საქართველოში ურთიერთობებმა. ის ასევე უნდა იყოს, ყოველი დღე უნდა იყოს დედების დღე და არა მხოლოდ 3 მარტი, ქალთა დღე ყოველ დღე უნდა იყოს და არა მხოლოდ 8 მარტი, 1 ივნისი, რატო უნდა იყოს მხოლოდ ბავშვთა დღე და არა სხვა, ხო? ამას უბრალოდ სიმბოლური დატვირთვები აქვს და კიდევ ერთი შეხსენება და ძალიან ლამაზი სიმბოლური დატვირთვა იმ ყველაფრისა. ის რაც გვინდა რომ ძლიერი იყოს, ამისთვის კიდევ ერთი მიზეზი გვეძლევა რომ მეტად გავამყაროთ და მეტად შევუწყოთ ხელი. სიყვარულის დღე არ მოიცავს 15 აპრილი, რაღაც მაინდა ქალის და ვაჟის სიყვარულის თემა არ არის. იმდენად გლობალური გახდა ეს თემა, რომ სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, თორე თვითონ ეცნება, გულიმწყდება იმდენად გაუფასურეს, რომ არ ვიცი, აი ადამიანი, აი მე ვიცნობ კატეგორიას ადამიანებსაც, რომლებსაც მაგალითად შეუძლიათ იმდენად მატერიალიზმის დონეზე დაიყვანოს სიყვარული, რომ ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ iPhone 17-ის საჩუქარში გაცვალონ სიყვარული და ასეთ ადამიანს დაარქვან შეყვარებული და რაღაც უბეთში და რაღაც სისულელებში ხვდებით, იმდენად მატერიალიზირებული გახდა და ეს არ არის სიყვარული. სიყვარული არის მშობლების პატივისცემა, დედის და მამის, ოჯახის წევრების, აი ეს ამ სიყვარულის დღეზე გვაქვს ჩვენ საუბარი 15 აპრილს და არა რაღაც დროებით ურთიერთობებზე, რომელიც ასე მომრავლდა სამწუხარო და ეს გლობალურად თემა 15 აპრილის სიყვარულის დღე ემსახურება ამას, დაწყებული ჩვენი ქვეყნის სიყვარულიდან და პატრიარქის იმ ორი სიტყვიდან, რაც მე მისი გაცნობის დღიდან მომსდევს. მიყვარხარ